მოვედი დოსტოევსკის ფსიქოლოგიური წიგნით, უკვე მეორედ ვკითხულობ, იმიტომ რომ კოვიდის დროს მქონდა წაკითხული და ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც წავიკითხე, აღარ მახსოვდა. დოსტოევსკის ძმები კარამაზოვების პირველი ტომი დავასრულე. რა თქმა უნდა, დოსტოევსკი ალბათ ერთადერთი რუსია, რომელიც კარგი ყავდათ. დანარჩენი არ ვიცი. ძალიან ფსიქოლოგიური, ან ბევრი ჭკუის სასწავლებელი მომენტებია, მამა და შვილების ურთიერთობა, რომელიც ერთმანეთის პატივს არ სცემენ. პირველი მეუღლისგან ყავს ერთი შვილი, მეორე მეუღლისგან ორი. ნაბოლარა არის მამაო. აქ ჩანიშნულები მაქვს, მაგრამ ორ წელს წაგიკითხავთ. შეყვარება სიყვარულს არ ნიშნავს. თითქოს არაფერი, მაგრამ დასაფიქრებელია. უბედურებაში ეძიე ბედნიერებაო. არის აქ ძალიან ბევრი ისეთი მომენტი, სადაც შეიძლება რაც ისწავლოთ. თქვენიცით მე ვიდეოებს ვწერ სპონტანურად, არ მაქვს ტექსტი და არ ვკითხულობ, ჩემი აზრი და შინაარსი, რომელსაც არ დავასპოილერებ მკითხვას, რომელიც დაინტერესებულია წიგნის წაკითხვით. დოსტოევსკის ძმები კარამაზოვები ძალიან, დოსტოევსკის ყველა ძალიან მაგარია. ყველა მაქვს წაკითხული იდიოტიც, ესეც ახლიდან მინდა გადავიკითხო, იმიტომ რომ მაშინ ჩანიშნები არ გამიკეთები, არ ამომიწერია, ეხლა აუცილებლად მინდა ეს გავაკეთო. და რა თქმა უნდა, ჩემი რჩევის გარეშეც იცოდეთ, რომ დოსტოევსკის ყველა წიგნი აუცილებელ წიგნებს შორის მნიშვნელოვანი წიგნებია. კიდევ რა გითხრათ, შინაარსი რომ დაგაინტერესოთ და მონახაზი გავაკეთო, რაც უკვე გითხარით, მამის და სამი ბიჭის ურთიერთობა, რომლებიც ერთმანეთის პატივს არ სცემენ. მამა არის ჩვეულებრივი ტიპიური რუსი, რომელიც სვავს, არ სცემს არავის ქვეყანაზე პატივს, არის უზრდელი, დამოკიდებულება შვილების მიმართ აქვს ძალიან მდაბიო და ამ ურთიერთობაზე არის წიგნი ჯერჯერობით. დავამთავრე პირველი ნაწილი, დღეს ვიწყებ მეორე ნაწილს და შემოგთავაზებთ იმ ვიდეოსაც.